ლაური მარკანენს ეს კიდევ ცალკე საფრთხემელია 11 ქულა იყო იმ შეხვედრაში მარკანენმა და დღესაც დუელი ბონგა მარკანენი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გერმანელი გაალბურთელები ფარქვეშ შესვლა შრიოდერის ტაისის დამატება და 2-2 იანტუნერმა გახსნა ანგარიში ტაისმა უპასუხა გერმანიის ნაკრების სამნო ტემპის დაგდება შეიძლება იყოს მართლაც მირო ლიტვის სამქულიანი ზუსტია 5-2. აი აქაც თუ დააკვირდებოდით ფინეთი როგორ სწრაფად გადადის, ახერხებენ აღმოჩნდნენ მეტოქის ფარქვეშ და აქ აზრი არ ქონდა ხა ტაისის წინააღმდეგ თამაში და გაერიდა მას საჯარო ძალიან მაღალი პროცენტი და მაქსიმალურად სულთად უნდა ითამაშონ ფინელებმა რომ ბევრი ჯარი არ მიიღო ნახ როგორ გაეპარათ ოფს წაითამაშა სასილად კარგად გავიცანით ახლოს უკვე ამ ევრობასკეტის მიმდინარეობისას მარკანენი კარგად გაიტანა პერიმეტრზე გრანდისონი ზუსტია აი ასე არ უნდა დატოვო არც ერთი ფინელი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი რასი ზუსტით ისვრის გადამწყვეტ შეხვედრებში დაამტკიცეს ეს და აქ შრიოდერის სამიანი დროული იყო. უყონდა, თავად შევიდა, დაუტრიალდა შრიოდერს, გაუშვა და აი ახლა იქნება ნამდვილად 2+1 გამოიმუშავა ფრანც ვაგნერმა. წამოვიდა შრიოდერი. აი ფრანც ვაგნერი და როგორც იქნა იხეირა ფრანცმაც. სასუსალინის მოედანზეა, სწორედ მას აქვს ახლა ბურთი. კარგად დაინახა მარკანენის მოძრაობა. ხო, ყოველ ყალბურთელი უბრალოდ ძალიან მაგრამ მოძრაობს. ბონგა სამქულიანი ზუსტია. ბონგამაც გაუშვა სამიანი. პოზიციიდან ისე ვერ ჩააგდო და აქ 3-1-ზე არიან. იმანი და 2 ქულა. უბრალოდ არ გაეხსნა არავინ. უსტავსონს ბონგა და აი ახლა უნდა იყოს ტესტარიგით. ო 3 გუნდური აქვს გერმანიას ამ მომენტისთვის ფინეთს 2. და სათამაშო კიდევ ბევრია. ამ მეოთხეში მშვენიერი. ტრისტან დასილვამ მაინდა-მაინც ჩვენთან მოინდომეს ყველა წერტილიდან ბურთის ჩაგდება. მატჩები სადაც არ მისდიოდათ სამქულიანები, ეს იყო 4 იცავენ თავს ფინელები. ტრამირებულია ფინეთის ნაკრების გაალბურთელი მაქსუნი, ახლა გამოვიდა ის მოედანზე და იმის მერე 18-3 მოიგეს. დროის დაახლოებით 5 წუთიანი მონაკვეთი. კარგად დაუდგა ლიტრილოს, შემდეგ ტრისტან დასილვა ვერისოლა სამიანი, მაგრამ შევიდა და გავიდა თითქმის 3 წუთი მეოთხედის დაწყებიდან და ფინეთს ჯერჯერობით ქულა არ აუღია. ისევ ტაიმაუტი. ამ შეტევიდან თუ გამოვარამე მარკანენმა პირველი ქულები აიღეს ამ მეოთხედში ფინელებმა მარკანენს ტიმანმა გამოიტანა პერიმეტრზე ზუსტია ვაგნერის 46-28 სამქულიანი ბონგას პასი შრიოდერზე შრიოდერმა გამოიტანა პერიმეტრზე კარგად გაითამაშეს ფრანც ვაგნერის ზედიზედ მეორე სამიანი 49-30 წინა მატჩში ერთ-ერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო აქ მაქსონი იყო კარგი ავერისვის ლიტლი იანტუნენი ზუსტია შროდერი აიზრა შევიდა რა კარგად იარა ყველას გაცდა 4 კაცში გაიარა და +1 მოდუნებაც არის ხო ფსიქოლოგიაზეც არის დამოკიდებული როდესაც ამხელა გაქცევა გაქვს მაგრამ მურინენი ზუსტია გერმანელებს რაშიც არ უჭირთ ხოლმე ძირითადად ეს არის ბოლო წამამდე შეუძლიათ რა ანგარიშიც არ იყოს შეუტიონ და ჩააგდონ ტიმანი იხსნებოდა ჯერჯერობით შოდერი არ ჩქარობს პერსონაჟს ვაგნერი შოდერმა თავად გაუშვა სამქულიანი ზუსტია გაასეირნეს შოდერდა 16 ქულამდე სხვაობა კი +1 ვაგნერი არის სრის ტრისტან დასილვამაც არის როლა, აი ახლა ვაგნერი დატოვეს სამქულიანზე, ესეც ზუსტია. სალინის პასი მორინენი ფარქვეშ 58-44. იკამოა იყო ეს მოთამაშე და თავად წამოიღო ბურთი. სამიანი გაუშვა ზუსტია. რას გადაწყვეტს? ტრისტან დასილვას სამიანი ზუსტია. შროდერი ამასობაში დაიწყო შეხვედრის მე-4 ფინელები ბურთით. პირველი შეტევა ვნახოთ იქნება თუ არა შედეგიანი და კი ბატონო ძალიან კარგად დაიწყეს ფინელებმა. მიუახლოვდეს მეტოქეს ფინეთის ნაკრები მარკანენის სამქულიანი ზუსტია 61-52-9 გერმანიას საქმე. აქ ვნახოთ ბონგას პასუხი როგორი იქნება ზუსტია. სამქულიან სამიანი თვე უპასუხა ბონგამ.
მარკანენი გაიწია და ბონგამ შროდერმა გაუშვა შორიდან და ზუსტია. პლუს მარკანენი უდგას პასის ოპსტი სამიანი ზუსტია ოპსტი ძალიან კარგია 42. გახსოვთ წინა მატჩი ხოლაცმაც მიიღო ტრავმა 10 კაცი თამაშობს გერმანიის ნაკრები. ერთ-ერთი კალბუთელი არ ყოფილა მოედანზე ეს არის კრაცერი ამასობაში მარკანენის სამქულიანი 75-60. სალინი დაუტოვა მაქსუნს შევიდა გაუშვა ზუსტია ბალტონენის ხრიდან კამოა მას მისდის თამაში უნდა გაუშვა და ზუსტია და სასტრაფო ტაიმაუტი კამოამ ჩაიβინა გაუთავისუფლა თითქოს ბალტონენი პლუს 1 რა მოხსა მაქსუნი აი ახლა ხელაში მაქსუნის სამიანს ზუსტია 77-ით შროდერი ბურთით შევიდა აი თავის თავზე თამაში ჩააგდო გაატეხა ნავსი გოლს მაინც ვერ მიუახლოვდნენ ეს 12 ქულა არის შენარჩუნებული ოპსტი აი როგორც იქნა მესამე მცდელობა იყო ბოლო მონაკვეთში და მარკანენი კვლავ მოედანზეა მოურინენი მაქსუნი ჩავარდება თუ არა ეს სამქულიანი როგორც იქნა ჩააგდეს შეაჩერა დაასრულა კარგად შევიდა ბონგა მაქსუნი უდგას ტრისტან დასილვა სამიანი გაუშვა ესეც ზუსტია მიაყოლეს სამქულიანები 96-ით 80 ბონგა ჩასაფრებული პერიმეტრზე მიიღო ბონგამ არის როლა ფარქვე შევიდა კარგი იყო იარა ურინენი ზუსტია გერმანიას ფინალში რომ ძალიან რთული მეტოქე ეყოლება ეს ყველა ვარიანტი ვიცით და ვინ იქნება ამას გავიგებთ მაგრამ ამაზე არ იდარდებენ ხადია რა თქმა უნდა არ იდარდებენ როგორც იქნა კлау საკუთარი ნორმა შედეგიანობის აჩვენეს შროდერმას და ვაგნერმას 26 და 22 ქულა